გამარჯობათ, მე ლაშა კახნიაშვილი ვარ, Detailing Garage-დან და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება მივაწინოთ ხმა 0-100-ის პროექტს, რომ გააკეთოს ჩვენი მანქანა. რეალურად თუ გაინტერესებთ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩემმა 20 წლის წინ დაკარგულმა მეგობრებმა და უნახავმა ნათესავებმა 0-100-ის პროექტის გამო გამიხსენეს და მითხრეს, რომ როგორღაც ჩამეწყო მათთვის, რომ მათი მანქანა გაეკეთებინათ. ხო და, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს ყველაფერი ასე არ ხდება. ძალიანაც რომ მინდოდეს მე ჩემი მაკონტროლებელი კომისია მყავს 0-100-ის სახით და მანქანებს ისინი არჩევენ. ხო და როგორ უნდა მივიცეთ იმათ შანსი, რომ ჩვენი მანქანა შეარჩიონ, უკვე ამაზე დაელოდეთ ვიდეოს და გაიგებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ვიყოფებით Detailing Garage-ის ბათუმის ფილიალში და ჩემს უკან ხორციელდება დამცავი მქრალი ფირის გადაკვრა აი ამ ულამაზეს X6 competition-ზე, რომელიც ნულოვანი გარბენით არის და პირდაპირ ბათუმის ფილიალში წამოვიდა თბილისის ცენტრიდან. ეხლა კი ავდგეთ და წავიდეთ გადავიღოთ ვიდეო, როგორ მივაწინოთ ხმა 0-100-ის პროექტის მესვეურებს, რომ გაგვიკეთონ მანქანა. გზაში გეტყვით იმას, რომ ჩემი მანქანაც ძალიან ბევრია, რომელიც გასაკეთებელია. არ მყავს მე ცოტა მანქანა, უმეტესი არის უყურადღებოდ დაყნებული გადახურულ პარკინგზე და ელოდება თავის დროს, როდის შევწევ და გავაკეთებთ. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ მაინც ვცდილობდა სხვისი მანქანის კეთების ნაცვლად, რა თქმა უნდა, ჩემი გააკეთოს 0-100-მა, ჩემ მანქანებზე ვერ ვეუნები, რომ გამიკეთეთ თქო და მitome ეს თქვენსაზე ვერ ვეტყვი. დანარჩენს ახლა ვიდეოში აღიხსნით. მოკლედ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, რომელ მეილზე შევეხმიანოთ 0-100-ის ხალხს. ეს მეილი ხა თქვენთან ამონათდება და დაიმახსოვრეთ დღეს ამას. იქით თუ გინდათ რომ გქონდეთ შანსი რომ 0-100-მა თქვენი პროექტი განიხილოს, იმას რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ უეჭველი გააკეთებენ. თქვენ აი ამ მეილზე უნდა ადგეთ და მიიწეროთ ტექსტი. და რა უნდა მიიწეროთ? მანქანის ფლობის შესახებ ინფორმაცია, რომ ნამდვილად თქვენი და სხვის მაგივრად არ გზავნით ტექსტს, თუ სხვის მაგივრად გზავნით ტექსტს, ეს უნდა მიიწეროთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება პროექტმა დაგვაინტერესოს, მაგრამ მეპატრონე არ იყოს თანახმად და მე მეპატრონეს უნდა უთანხმოთ ეს ყველაფერი. თუ თქვენია მანქანა, რა თქმა უნდა, ორი სიტყვით მოიწერებით, მოკლედ მეპატრონის თანხმობა გვინდა ვერბალური ზეპირსიტყვიერი და ამის შემდეგ გვჭირდება მანქანის ისტორია. ავტომობილის ისტორია არის ყველაზე მთავარი რამ, რის გამო შეიძლება 0-100-ის პროექტში მოხდეს ავტომობილი შესაკეთებლად. არავითარ შემთხვევაში, სულ რომ Ferrari ყავდეთ, სულ რომ 07 ყავდეთ, 05, კაპეიკა, რაც არ უნდა ყავდეთ, რაც არ უნდა საინტერესო ვიზუალური მქონეს მანქანა ყავდეთ, მოკლედ არა გაქვთ შანსი რომ 0-100-ის პროექტში მოხდეთ, თუ მანქანას არ მოსდევს ის ისტორია, რომელიც 0-100-ის ბიჭებს გულს აუჩუყებს. ან გააბრაზებს. არ ვიცი, მოკლედ მათ ემოციებზე თქვენ უნდა იმოქმედოთ და ეს ყველაფერი ხდება მოკლედ ამ ისტორიით. თქვენ კარგად გულწრფელად უნდა აღწეროთ. რავი, თუ გინდათ მოიტყვეთ, თუ მოატყვევთ, არც მაგის პრობლემა არ არის. მაგრამ უნდა იმოქმედოთ მათ ემოციებზე და რა თქმა უნდა შემდეგ მე ისინი მოიდობენ გააკეთონ თქვენი ავტომობილი. მაგალითად გეუბნებით ახლა მე როგორ გავაკეთებდი ამას მე რო არ ვიყო ინტერესდა კონფლიქტში და 0-100-ის გუნდის სპონსორი არ ვიყო, როგორ მოვაწონებდი მათ თავს და როგორ შევძლებდი მოკლედ ჩემი მანქანა მათთვის შემეტენა. მაგალითად ავიღოთ ჩემი ისტორია. Nissan Armada, რომელიც მე შევიძინე 2011 წელს. ეს იყო მაშინ, როცა ბიზნესმენები გადაადგილდებოდნენ, მე ვიყავი 21 წელს და მაშინ ბიზნესმენები გადაადგილდებოდნენ Toyota Land Cruiser 200-ებით. ხო და Toyota Land Cruiser 200-ის შესაძენი თანხა არ მქონდა. ამიტომაც შავი დიდი ჯიპი რომ ეყიდა და ერთადერთი ვარიანტი იყო Nissan Armada. ხო და თუ გაინტერესებთ, რატო არ მქონდა Toyota Land Cruiser 200-ის შეძენის შანსი, შემოდით Celebrity-ზე და თქვენ თავად მიხვდებით ამას. რაც კი თანხა გაგაჩნიათ, აუცილებლად თუ თქვენ ხართ თამაში დამოკიდებული, ლუდომანი, თქვენ აუცილებლად წააგებთ. ხოლო რისი სესხის საშუალებაც გექნება, თუ მანქანის ყიდვას მოიდობთ, ეს იქნება კაპიკები. აი ესე ვიყიდე მე Nissan Armada, იმიტომ რომ ნამდვილად ქონდა Toyota Land Cruiser 200-ის შეძენის ერთი ადგილი. უფრო მეტიც Ferrari-საც კი ვიყიდდი რომ მომენტომებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ 21 წლის, ჩემი საკუთარი გამოუშვებული ფულით ავდექი და ეს ყველაფერი შევტენე აზარტულ თამაშებს. ამასობაში შეგახსენებთ, რომ აი ჩვენ მერჩშიც წერია, ჩვენი არხის გენერალური სპონსორია Celebrity.G. ითამაშეთ დედის კლამდე. თუ გსურთ რომ თქვენც ჩემსავით გქონდეთ Ferrari-ის ფური და შეიძინოთ Nissan Armada, იმიტომ რომ დანარჩენი წააგოთ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ Celebrity.G-ზე, ითამაშოთ იმდენი რამდენიც გაგეხარდებათ, ხოლო რამდენიც არ გაგეხარდებათ, უკვე რომ იღიც ითამაშოთ, მაგას ჩვენ უზრუნველყოფთ. და შედეგად რო უნდა ყოლოდა ამ Ferrari ან ის ჯიპი რაც მე მინდოდა, დამჩა Nissan Armada. უშველებელი ძრავით, რომელიც შეძენიდან ერთ კვირაში თუ ერთ თვეში დავსტუკე. მე ბევრი ვიწვალე რომ კიდევ ეს როგორღაც გამეკეთებინა და ამ დროის მონაკვეთში ხა 2026 წელია საბოლოო ჯამში 5 ჯერ შეუცვალე ამანქანა ძრავი. მართლა გეუბნებით, ოღონდ არ უვლიდი მანქანას და
მისი მოვლელობიდან ძრავი ამდენჯერ შეიცვალა და ჩვენ მოვდივართ ერთად. ამის ფონზე ამ წლების განმავლობაში მე კიდევ რამდენიმე მანქანა შევიძინე, მაგრამ ძირითადი მიზეზი რის გამოც მე არმადით ყოველდღიურად გადავადგილდები, არის ჩემი ძაღლი, რომელიც არის უშველებელი, Great Dane, Doggy ჩვენ ენაზე. და ვერცეთ მანქანაში ვერ ეტევა, ხოლო არმადაში მთელი უკანა მხარე, ანუ მესამე რიგის სავარძლები თავის საბარგულიდან დათმობილი აქვს მას და მე მიწევს თბილისსა და ბათუმს შორის მუდმივად გადავადგილდე არმადით. ეს გეცოდინებათ 5 და 6 ლიტრის მოცულობის 5600 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავი უშველებელი, რომელიც საკმაოდ ჩქარია, ჯანიანია და ასე შემდეგ. ხო და რა უნდა ვქნათ ახლა? 0-100-ის ბიჭებს ეს ისტორია უნდა მოუყვეთ. ცოტა გალამაზებულად, რომ მათ გული აუჩუყდეთ, როგორი ცუდი ბიზნესმენი ვიყავი მე შევეცოდოთ, ამდენჯერო ძრავი შევცვალე, ამაზეც გული მოულბეთ, მერე მოუნდეთ რომ ჩემი მანქანა ფორმაში მოიყვანონ, მერე გაახსენდებათ რომ ძაღლი მყავს, რომელიც შესაძლებელია რომ ძალიან კარგად გადაიღონ მათ, როგორ გაუკეთებენ შესანიშნავს საძინებელს ამ მანქანაში, ეკაკია გაკეთებული, მაგრამ უფრო კომფორტულით შეიძლება და დამიჯერეთ ამ ყველაფერს რომ გიგა წაიკითხავს დიდი სიხარულით თავის გუნდის წევრებს მოუყვება ამ ამბავს და დიდი შანსია რომ დამირეკონ და მანქანა გამიკეთონ. მაგრამ სამწუხაროდ ნახეთ ხალხო, მე ვარ ინტერესთა კონფლიქტში. მე მათი სპონსორი ვარ და მე არ შევინდა ჩემი მანქანა მათ გავაკეთები. მე მოგიყევით ლაიფჰაკი, როგორ შეიძლება მათ მოაწონოთ თავი და გააკეთებინოთ თქვენი მანქანა. მოკლედ ეს ყველაფერი აი ამ მეილზე, რომელიც მე უკვე მესამეჯერ ამოვანათეთ თქვენთვის, უნდა დაწეროთ ისტორია და გავგზავნოთ. დამიჯერეთ თუ თქვენი ისტორია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ჩემი ძაღლის გადაადგილება დარწმუნებული ვარ, გიგა თქვენ დაგირეკავთ და შესაძლებელია იქეთ გეხვეწოთ, რომ გაგიკეთოთ მანქანა. ჩვენი quick video რო შევაჯამოთ საბოლოო ჯამში, რა გამოდის ესე იგი, ჩვენ გვჭირდება არა მანქანა, არამედ ისტორია და ამ ისტორიის კარგად მიწოდება 0-100-ის კომისიისთვის, რომლებიც მერე დასხდებიან, განიხილავენ და დამიჯერეთ თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გიკარნახეთ, თქვენი მანქანა 0-100-ის პროექტის ფარგლებში აუცილებლად გაკეთდება.